მოგესალმებით არხის გამომწერებო. შუაგულ კახეთიდან ვართ კახეთში, ახლა ჩამოვედით ჯავახეთიდან, ვართ ალაზნის პირებში, დაახლოებით წნორის ქვედა მხარეებში, დაგპატიჟეს ბიჭებმა. რა გვაქვს ინფორმაცია, რომ აქ არის ფრინველი, ცოტას ვინადირებთ, დიდხანს არ ვინადირებთ, დაახლოებით 1 საათი, იმიტომ რომ ძაღლები ძალიან დაყლილები არიან. მაგრამ ხედავთ, რომ მაინც აქვთ რესურსი და ფიზიკურად შეუძლიათ რომ დღესაც გვანადირონ დილით. და ნახოთ, აბა, გადავიღებთ დღევანდელ ნადირობას. და ნახოთ, როგორი გამოგივა. დიდი მადლობა ყველას კიდევ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ ვიდეოები დროებით. კი. საერთაშორის ვიდეოებში გვაქვს. ხო, შენთან. პირველად ჩვენთან არის. ხო, ყოჩი, კარგი გოგხცამ. ნახავთ, ხცამ. მიდი, ვიცი რომ დაიღალე, მიდი. არც როგორც ჩანს ბიჭებთანაც სროლის ხმა არ ყოფილა, ხო. მოიწი აქ ძალიან ცუდი ადგილი შეხვდა. არა უშავს, ანა ახლო. წამ. ნაპირიდან აიწიოს ან რაღაცა და ხო. ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენ. რაც მოგვეცემ. მიდი. აქაც ოჩა, კარგი გოგო, მიდი ნახე. ნახე, მიდი. და, შევიდა მიდი. შევიდა ნახე. ოჩა, კარგი გოგო, ხცამ. შედი მიდი კიდე. შევიდა. რავი, ესე დიდ ბალახში თუ რამეს ვიპოვებ, თორედ ხელში ნავკალში არ ჩანს ფრინველი, ვერ ნახეთ რა. ხშირი კი არის, ძნელია ძაღლისთვის სასიარულოდ, მაგრამ დიდი ალბათობით ესეთ ხშირ და მაღალ ბალახში იქნება დამალული შეფარებული იქნება, იმიტომ რომ ძალიან ცხელა რა. აქ უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვლით, შეგნით შეუძლებელია. ოჩ, კარგი გოგო, ხმედინი.
აქა ვარ გოგო მით. ოჩ, კარგი გოგო, მით. იდე რო სირბილის თავია. სამი დღეა აუ დაუზოგავად მოგიობენ ძაღლები. ოჩ, კარგი გოგო, მიდი. აქეთ მოდი აქ. მიდი, აი. Stop! Sorry. ოხტა? არ უნდა მესროლა, მაგრამ მეთქი იქნება შორს კიდე გააქვეჩაჯდა. და ძაღლებიც გახალისდებიან. ჰა? აი ძაღლი არ ხო ნაბოლით არ ამოუყვანი. ვერ დავინახე. ახე როგორ გახალისდნენ. წავიდან ინა. მოდი. იმას მაინც მივადგებით უკანა გზაზე, ასე რომ არა, მოიცით აქეთ. ნინა. მოდი აქეთ, კარგი გოგო, მოდი. მოდი აქ ვარ, ყოჩა. მოდი აქეთ იმუშაო, მოდი. წინ. ეგ არის მანდარი, არა. ოტრიალდი. ნახე ოტრიალდი. ეგ არის აპორტ, მომიტან. ჩემთან, ოჩ. კარგი გოგო. არ გადმოსით. აპორტ, აიღე. მოდია. მოვიყვანო? იპოვა. კარგი. Stop. Sit. აი, დაისვენე დარჩი. Sit. აი. 12 ეგ არა მარლენ სხვა რა მიაწია აბა გვაჩვენე Opa. აქ მოუნადირებია ბექას გუშინ 12 ცალი. უძაღლოდ. ანუ ისეთ ძაღლი რომელიც ნაბუს არ აკეთებს, რა.
შინ როგორ მოტანი წვერი აქვს გასახსნელი სად ამოვიდა? ჩამოვარდა? ყარია ხო აი ოპა ბეკ მარლენ რა დაგორდა აღარ უნდა მესროლა ჩემთან მეთქი ვერ ხედავთ აკვა ნინა ო მიდი მარლენს მივტან ოჩ კარგი მოდი აღში მივედი ბოლომდე და გავედი დავიდა დავასრულეთ ნადირობა ალაზნის პირას რავი ცოტა ამოვიდა ფრინველი ბიჭები გავიყავით გოგა მეგობრებთან ერთად ცალკე წავიდა მე და მარლენი ცალკე წამოვედით სულ 7-8 ცალი მოვინადირეთ ჩვენ ბექამ და ბიჭებმა 12 ცალი ქედან გამომდინარე ძალიან სიცხეა და ძაღლები დაღლილები იყვნენ გაუჭირდათ მუშაობა მაგრამ აინც გავერთეთ რა ქაურები გავიცადით კარგი ხალხი ეს ტერიტორიები დაუსვერეთ და კარგი წვიმა რომ მოვიდეს ძალიან დიდი პერსპექტივა გამაგდეს რა კარგი ადგილებია ძალიან ის მინდოდა მე თქვა კიდე რომ რაც მე გავაკეთე ნინასთან დაკავშირებით და ალმასთან დაკავშირებით რომ 3 დღე გადაბმულა თვალანდირე დილას და საღამოს თუ მაგის ცოდნა არა გაქვთ და თუ არ არიან თქვენი ძაღლები შესაბამისად მომზადებულები ნუ გარისკავთ რა უნდა იყვნენ ძაღლები ოპტიმალურ ფორმაში რომ ამდენი მუშაობა შეძლონ რა რაც პატარებია ლეკვები და რაც უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს ეცადეთ რომ რაც შეება ნაკლები ანადირეთ რა დროს გულისხმობ რა ჯობია ყოველდღიურად ცოტა ვიდრე ერთიანად და დიდი რაოდენობით რა დიდი მადლობა გამოიწერეთ ჩემი არხი მოიწონეთ ვიდეოები დროებით